ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმრები რაღაც ლეგენდარულს აპირებენ. ნუ არც მიკვირს პრინციპში, იმიტომ რომ თავად არიან ცოცხალი ლეგენდები. შევეგებოთ ბატონები ორი გია. გია ბაღაშვილი და გია ბურჯანაძე აპლოდისმენტებით. მოგესალმებით ბატონებო. საღამომშვიდობისა და დიდი მადლობა მობადიჯებისთვის შემოძმაო. დიდი მადლობა ტრადიციულად მობრძანებისთვის. გრძელდება. რა თქმა უნდა. ჩვენს გადაცემებს შორის გასვლითი პროგრამები რომ იყო. გახსოვთ ხო ეს მიდი მოდი და მისვლა-მოსვლა მეგობრული მიხარია და თან ყველა ჯერზე მისვლა-მსვლით თუ არა. მისვლა რო არ არის მარტო რა თქმა უნდა და სხვათა შორის ყველა ჯერზე ბატონო გია სულ რაღაც სიახლით მობრძანდებით ხოლმე ჩვენთან გადაცემაში, რაც ძალიან სასიხარულოა და დღეს კიდე ბატონი გია ბურჯანაძე არის ჩვენთან, ეს განსაკუთრებით გვახარებს და ნუ რა ვიცი, მადლობა მობრძანებისთვის. მე ახლა რაც ვიცი, იმას ვიტყვი. და დანარჩენი მე თქვენთვის მომინდია. ესე იგი 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიზის სახელობის საკონცერტო დარბაზში ბატონები ჯემალ და გია ბაღაშვილები წარმოგიდგენთ ქართველ ვარსკვლავებს ეთნო კონცერტში სახელად არის ასეთი ქვეყანა. პროექტში მონაწილეობას 80 ქართველი არტისტი მიიღებს, წამყვანები ბატონები აქ ყოფები ბატონები გია და გია ბურჯანაძე და ბაღაშვილი იქნებიან. ეს რაც მე ვიცი. ახლა რაც არ ვიცი ბძანეთ თქვენ ბატონო გია რა ორ გია გამოდის. კი ბატონო. აბა ახლა მოგვიყევით რა ხდება რაღაც დიდებული ამბავი გველის და რაღაცა მართლაც გამორჩეული, განსხვავებული იყო სხვაში, იქიდან რაც ჩვენ აქამდე გავიკეთებია და ფიქრობ საინტერესო გამოდის, იმიტომ რომ ახლა 80 არტისტი რობზან და აქედან 60 მძლევარის მოვლენები არიან. და დანარჩენები არიან შენი მეგობრები, ახლობლები, კოლეგები. ჯანო იზორია, დოდონა ნამურაძე, ლუკა ჭანიშვილი, ნიკოლა ნიტაშვილი და სხვები. შაბან მამედოვი და ასე შემდეგ და აი ამ ძალიან ნიჭიერ ადამიანებს განსხვავებულ ამპლუაში იხილავენ. აი იმ სულისკვეთების შესაბამისად, რასაც თავად ეს სახელწოდება არის ასეთი ქვეყანა ასახავს, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ, ჩვეული ფოლკლორული კონცერტისგან განსხვავებული რამ გამოდის, იმიტომ რომ კიდევ რაღაცა სხვა სათქმელია. ალბათ ყველაზე მთავარს მაინც 23 და 24 მაისს მობრძანებული მაყურებელი ნახავს სტუმრად, მაგრამ თუ მაინც მოკლედ იტყვის ადამიანი თავარი ადრესატი ჩვენთვის რა თქმა უნდა ყველა ვის მობრძანდება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უმცროსი თაობის წარმომადგენლები, მოზარდები, ბავშვები, ახალგაზრდები, იმიტომ რომ დღევანდელი აი 1000 გვარი გამოწვევებით სავსე სამყაროში კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ რომ იმ ერიშვილები არიან, ვინც კაცობრიობას აჩუქა, ვაზი და ღვინო 8000 წლის წინა დაწურა და ახლა როგორც დამტკიცდა და კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა და გილოცავ შენს და მთელ საქართველოს რომ თურმე პურის და ხორბალი სწორედ პირველად ჩვენ ასე ვთქვათ ამ ქვეყანაში ამადლიან მიწაზე მოიწია ქართულმა კაცმა და ეს 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციაა და ამას დამატებული 17 საუკუნეანი უდიდესი კულტურა ქრისტიანობისა და ის რომ 14 ამბანს შორის ერთ-ერთი ქართულია და აი ამ ყველაფერს როცა გააცნობიერებს და ამის შემქმნელი ერიშვილი ხარ და უნიკალური ქართული სიმღერა გალობისა, რომელიც მთელ სოფლიოში აღიარებული, აი მერე როცა ის კითხვა დაუდგება, რომელიც თავის დროზე დაუდგა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სწავლის დროს დიდ კონსტანტინე გამსახურდიას, რომ ჰეი, პატარა მდინარის პირას გაზრდილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარის პირას გაზრდილთა, აი მაშინ უკვე ამ კითხვაზე მზაპასუხები ამ ყველაფერზე დაყრდნობით ექნება და მაშინ იმასაც გააცნობიერებენ, რომ ვერაფერი მოერება და წაექცევს ქართულ კაცს, როდესაც მსგავსად მითიური ანთეოზიზა, რომელიც მიწაზე იდგა და მისი მომრევი არავინ არის, აი ამ ტრადიციაზე დაყრდნობით ნებისმიერ სიახლეს შემოიტანს და აი ეს არის ალბათ თავარი საფრთხე. რაღა უნდა დავამატოთ, მე არ ვიცი. აქ დანჩენ უნდა მოხვიდეთ და უნდა მოვიდეთ. არ ერთი შეგვიძლია დავამატოთ, რომ მობრძანებისთვის შეუძლიათ იყიდოთ ბილეთები საიტზე ბილეთები.gi. ბილეთები შეგვიძლია დავამატოთ. აუცილებლად. ზედმეტი ბილეთები თუ გაქვთ, თუ იმ ხელა მოთხოვნაა რომ რამდენიმე მონაწილეც კი გარეთ რჩება თვითონ, ანუ საინტერესოა. ესეც ახლო არის ალბათ. ესეც ახლო არის, შეგ ყველა ვერ შემოვიდეს, ხო? ისე ამდენი ასეთი დიდი კონცერტები, ხო, უამრავი რაოდენობა, სპექტაკლები, მუსიკალური საღამოები, ნუ ზედმეტია საუბარი ჩამონათვალზე, რომელიც თქვენ და თქვენ ოჯახს შეუქმნია, მაგრამ ყველაზე სანერვიულო აი ყველაზე მეტი ნერვიულობა სად შეგხვედრიათ, სადაც მუსიკასთან იყო შემხებლობა. რაც შეეხება ნერვიულობას, გამახსენდა ჩვენ დაუვიწყარი დიდი არტისტი და უსაყვარლეს ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი.
ყოველი სცენაზე გასulis წინ ამბობდა რომ რა მომარჩევინა ეს პროფესია ყოველ საღამოს გამოსთა რომ უნდა ჩაობაროა და ეს ერთი მხრივ ღელვარება ისეთი არის რომელიც პირიქით აზრს ქმნის და სულ სხვა მუხს მატებს არტისტის ცხოვრებას და მაგრამ იცი რა შეეხება ისეთ მოულოდნელ ხო აი რაღაცა ამბავს და რაღაცა ისეთ ნერვიულობას მე უფრო რა მახსენდება იცი გიო მისაღები გამოცდების ჩაბარების პერიოდი იყო შორეულ 99 წელში წინა საუკუნისა და კონსერვატორიაში ჩემს მშობლიურ კონსერვატორიაში ვაბარებდი გამოცდას და უკვე ჩავლილია ძირითადი რიგი გამოცდებისა და მივედით ეგრეთ წოდებულ კოლოკვიუმამდე სადაც ჩემი დიდი მასწავლებელი და გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგი ბატონი გუგური ჭოხონელიძე ბოლო ასე ქვია გამწურა ასე თქვა კითხვები დამისვარ თორე აბა ის იქიდან პირველი ხმა მიმღერე აქედან მეორე ხმა აქედან ახლა ორი ხმა დაუკარი ერთი მიმღერე აბა ეხა შეცვალე და ამ ყველაფერმა როგორც ჩანს ურიგო დარჩაიერა და ბატონ გუგურის საერთოდ ესეთი სიტყვა ძვირი იყო შექებისას უთბილესი ადამიანი იყო მაგრამ ასე ჩვევა ქონდა როცა მოეწონებოდა სტუდენტის რაღაც ამ პასუხი ან ასე თქვა ქცევა ასე შემდეგ მაშინ ხუმრობის ხასიათზე დგებოდა ხოლმე რა კაი ხასიათზე და სახეზე გადაკრა მღიმილმა და მკითხა რომ ეს სიმღერა ეხლა მოდიო წინწყარო მიმღერეო ოღონდ სამივე ხმა ერთადო სამივე ხმა ერთადო ერთმა კაცო გამოვიხედე მარტო არ ახლა ეს ვითარება რო ყოფილიყო შენ გთხოვდი პირველს გია ბანს მანიაკ ჩინებული და რაღაც მოახერხებდი მარტო ვარ მე ვთხარი სამხმიანი მეთქი მარტო რომელიმე ხმას მიმღერებ არა სამივე მიმღერეო თუ რანაირადაც გინდა ისე იმღერეო მე გამახსენდა რომ ესტრადაც ხო ჩემი ახლობელი ამბავია და აი მე ვთხარი და არ დავიხია უკან და დაახლოებით ესეთი რამ გამოვიდა თუ გნებავ წაგიმღერებ დააგვიდა აბა საინტერესოა როგორ დავიწყე ჩვეულებრივად მაგრამ მე მომიწია ხტუნაობა აქეთ იქით წინწყარო ჩამოვიარე წინწყარო 피자다 진짜 저 피아레 아이서 비크로 ესეგი ცალკე აღებული გიჟის ნაბოდვარია რო შეხედავ მაგრამ რა მოცანას დამისვეს შევეცადე გამოვძრალი ყავი და თან მოეზონებოდა დარწმუნებული თავიდან კი იყო ელდა მეთქი რა სამი ხმართაროები ეთყობა ვიღაცა მღერის მე ვერ მღერი მაგრამ მე მივხვდი რომ რაღაცა სახუმარო ამოცანა იყო გამოვიდა ფაქტი აგერაც მოვისმინეთ რა ნიჭიერებას თქვენს ნიჭიერებას ნამდვილად არ აქვს საზღვარი ბატონო გია და კიდევ ერთხელ დავწუნდი თამაში და ბატონო გია ესე იგი რომელ დაგვნომრე რა ეს თავის შემოვატრიალე აქეთ თქვენთან ბატონო მე გიორგი პირველი მაქვს ნათამაშები და ასე რომ გიორგი მესამე სამი გიორგი შევიკრიბე ლაშა გიორგი გვაკლია მეოთხე მოვძებნით შემოვიყვანთ შუა პროცესში დღეს სხვათა შორის უნდა ყოფილიყო თლად ლაშა გიორგი ვერაა მაგრამ მეოთხე მაგრამ ნუ იღებდა თავის თავზე არ გაუჭირდებოდა ორი ბაღდათის საპატიო მოქალაქეო ერთ სტუდიაში ვერ დავსხდები თუ ასე თქვა და არ მობრძანდა საერთოდ მაგრამ ხო სხვათა შორის ესე იგი დღეს ძალიან საპატიო სტუმრები ყავხართ მაგ მიმართულებითაც ორივე საპატიო მოქალაქე ბრძანდებით თბილისის ხომასია ასე ბატონი გია საპატიო ბაღდათის ასევე და ნუ ჯიმი ვიგულისმე როგორც მიხვდა მაყურებელი ბატონო გია რადგან ახლა ამ კონცერტის თემებზე ბატონმა გია ბაღაშვილმა ამომწურავად ისაუბრა მე მინდა ცოტა თქვენს ბავშვობაში წავიდეთ ძალიან შორს მოგიწევს წავიდეთ კარგი იქნება რა მიდის ჩვენი დარწმუნებული ვარ იქაც ძალიან საინტერესო იქნება მეზღვაურობა გინდოდათ და მსახიობობაზე არც კი vocnebobdio ესეთი რამ გაქვთ ნათქვამი ხო მაგრამ ნაწილობრივ შეგისრულდათ ეგ ბატონო გია იმიტომ რომ თქვენს ყველა კონცერტზე ზღვა ხალხი მოდის და შესაბამისად ამ კონცერტზეც ასე იქნება და ზღვა ხო რაღაცნაირად კიდევ ისედაც შემისრულდა რომ ძალიან ცნობილი მეზღვაური ჩვენი სასიქადულო ბატონი ანატოლი კაჭარავა ცნობილი კაპიტანი ვითამაშე ფილმში ასე რომ მეზღვაურობა აი იქ რა ბავშვობის სოცნება აი გამოვწმა აი ხთინეთ ხო კი ბატონო თუ სტილო იმაში ყინულოვან ოკეანეში ვიღებდით 3 თვე უი რა საბოთ ხო მაშინ სრულფასოვნად აფეთქებები და ისინი ფოთში და ასე რომ სრულფასოვნად აგიხდენიათ მაშინ ოცნება შეიძლება ითქვას უფრო მეცაც გეტყვით კაცო ხო აქ ბრძანეთ როლი მაგრამ ეს ზღვაც ხო ბრძანეთ და
ქართული თეატრის კაპიტანი ბრძანდებით და შესაბამისად მაგ მიმართულებითაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კაპიტანი ხართ და კაპიტანი. მადლობ. ასევე ამბობთ ბატონო გია, ერთ-ერთ ინტერვიუში ჩვენს არხზე, ერთ-ერთ გადაცემაში უпроსწორედ ბრძანეთ, რომ რაც არ ვიცი, იმ საქმეს ხელს არ ვკიდებ. არ შეიძლება. არ შეიძლება. არა. კი ბატონო. დღესაც მაგაზრზე ხართ. ალბათ მუდამ მაგაზრზე ვიქნები. კი ბატონო. ძალიან თქვენსავით რომ იყოს კიდე ბევრი ადამიანი მაგაზრზე მინიმუმ 20,000-ით ნაკლები ხელოსანი გვეყოლებოდა ქვეყანაში და წეღარობძანე მინიმუმ 1-ით ნაკლები მომღერალი ბატონო. მაგრამ რა გინდა რო ქნა? ცხოვრება ჩვენებს ამას რომ სამწუხაროდ კი ბატონო, მე გეთანხმებით, ნამდვილად ეგრე არის. ბატონო გია, აქედან ისე ვერ გაგიშვებთ, ხო ვიცით ბატონო გია? ვარ მღეროთ? არა, ბილეთები რომ არ დაგვირიგოთ ყველას, ხო, დღეს. კი ბატონო, თქვენთვის გვაქვს. გვაქვს, ძალიან კარგი. მოკლედ, რა ვიცი, წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ და ჩვენი კარი იცით, თქვენ ყოველთვის ღია, თქვენთვის, თქვენისთანა კარგი ადამიანებისთვის და რა გვეთქვის მეტი ბატონო გია? დიდი მადლობა პირიქით მომბრძანებისთვის მეთქი ახლა მას თქვენ მასპინძელიც ხართ, იმედში ვართ, გენაცვალა. ამას მაყურებელს ვეთქვი, რომ დიდი მადლობას ვეთქვი, როცა მომბრძანდებიან 23-ში და 24-ში და თქვენ ძალიან დიდი მადლობა, რომ ყოველ ჯერზე ვითმობთ ყურადღებას და ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულია ყოფნა ჩვენს დიდ მეგობრებთან. აუცილებლად. ეგრე არის და მე ვიცი რომ გუნდი მძლევარი ჩვენთან შეასრულებს ერთ სიმღერას და ამიტომ დაგვირგვინებათ. ამდენის დაეტევა იმდენ შემოვიყვანთ. იმდენ მაშინ თქო გუნდი მძლევარს.